საღამოშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მადლობა რომ გვისმენთ, მადლობა ვინც გვიყურებს და ჩვენ პირველ ბლოკში ვისაუბრეთ სიღნაღის თეატრალურ ფესტივალზე, ახლაც გავანვაგზავნებთ ფესტივალზე საუბარს, გადავინაცვლოთ იმერეთში, წელს უკვე მე-16 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, თეატრალური იმერეთი ამ სახელწოდებით გაიმართება და ჩვენ ახლა გვექნება საშუალება ქუთაისში გადავინაცვლოთ და სატელეფონო ხაზზე ყავს ბატონი ლევან როხვაძე, ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი და ამ ხარის თეატრალური პროცესების ძალიან დიდი ამაგდარი. ბატონო ლევან, საღამოშვიდობისა, მოგესალმებით, პატივისცემით, როგორ ხართ? მადლობა, არ მოგიშალოთ, უფალმა. როგორ ბრძანდები, ბატონო ლევან და როგორია სამზადისი მე-16 ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალით, რომელიც იმერეთში უკვე ძალიან ისე წლიდან წლამდე ელოდება საზოგადოება. უმეტესი მადლობა, ვინდა თქვენ კარგად მოგეცემებათ რა მდგომარეობაში დაცავარ, მაგრამ ყველაზე მთავარი და ის რომ უფალმა ასე ინება ალბათ საქართველოს კულტურის სამინისტრო, თეატრალური საზოგადოება საქართველოს, იმერეთის სახელმწიფო წყონებულის ადმინისტრაცია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები და ქალაქ ქუთაისი, რომ ხარში მოგიდგება, კარგად იცი, ჩემი მეგობრები კიდე იმათთან ერთად ცოტა შემსუბუქებულად. არ გაძლევენ საშუალებას იმისა, რომ ხარისხით არ ჩაატარო. დიახ. ბატონო ლევან, მახსენე რომ მე-16 თქო, მოდი ის პატარა ის გავაკეთოთ, გადავხედოთ, როგორ მოვედით წლამდე წელს რა სიახლეები იქნება, რა სოლოდები და ვინ შეიძლება ჯერ არის ესეთი რომ არ გავუგე ეს ფესტივალი, უთხრათ რა ფესტივალზეა საუბარი. ბატონო, პირველ რიგში იქიდან მინდა დავიწყო 2001 წელს ჩვენ სახალხო თეატრების ფესტივალი სახალხო თეატრების, მოყვარული თეატრების მოახერხეთ 2001 წელს ვანში. ცხონებული ზურა, მე ზურა გუგუშვილი კი იქით და მე თქვენი მონამორჩილი ვანში გავაკეთეთ და აქედან ანთებულმა ძალიან ისეთი სწორად და მაგრად გაიგო ბატონმა თემურ შაშიაშვილმა ბაშინდელმა რეგიონის ხელმძღვანელმა და 2002-ში და 2003-ში ჩატარდა პირველი იმერეთი, თეატრალური იმერეთი და არა საერთაშორისო. თეატრალური ფესტივალი, თეატრალური იმერეთი, სადაც ჩართული იყო სახელმწიფო თეატრები, იმერეთის კი იცით რომ 3, 4, 5-ია თავისი თოჯინების თეატრის და ოპერის თეატრის, ჭიათურა, ზესტაფონი და ქუთაისის ლადომერსკიშვილის. და ყველასთან მიდიოდა. ძალიან დიდი თანხა დაჯდა და ძალიან დიდი შედეგებიც გამოიღო. ის კი არა და ფიქრობ, ამან ჩაუყარა საფუძველი ჩვენ რეგიონში ხო ყველა ქალაქში თეატრია. მე ვიცი რომ ამ 12 ესე იგი ქალაქიდან, იმერეთის ქალაქიდან რამოდენიმე კი არა, 5-6 ახლა დახურული იქნება და რო ეს ფესტივალი, კი. რო არა ამაზე ვაგებ პასუხს და იცნობს ლევან როხვაძეს ჩვენი მსმენელი და აქედან კიდე მადლიერების იმით ვლაპარაკობ, რომ ეს ჩემი ჩანაფიქრი გამიგენ და მიიტანენ გულთან. ამის შემდეგ იცით კარგად წინათავრობის დროს იყო წვეტილი და მოგვიწია ომიანობამ და ორჯერ როგორც იქნა მოახერხეთ რომ სული ამოვათქმევიეთ რა, მაგრამ რეანიმაციიდან აქეთ გამოვაყენეთ. ხო, გადმოვიყვანეთ და შემდეგ როგორც კი აი ახალი ხელისუფლება ოცნების იქავე საერთაშორისო ფესტივალი კიდევ ერთხელ ვაჟღერებდა გაიგოს გამგებმა. ეს იყო გივი ჭიჭინაძის ძალიან მხარში მოდგომა, მაშინ გუბერნატორი და დაიწყო იქიდან 2011-12 წლიდან ეხლა უკვე საზღვარგარეთული კოლექტივი და მე წერან მოთვალე რომ 16 კოლექტივი საზღვარგარეთული, აი მე-16-ია, მაგრამ აი მის შემდეგ ამათ წელიწადში 16 კოლექტივი ჩვენ 14 ალბათ 12-13 წელია. მის შემდეგ ორი კოლექტივი ყოველთვის ყავს საზღვარგარეთული. საერთაშორისო ამიტომაც არის, დიახ, იწვევს. საერთაშორისო გაამართლა, ამანაც კარგად იცით. დიახ. და მე მოდის ის რომ არ გქონია არც ერთი წელი რომ რა უნდა მოიპო იმაზე უკეთესი, როცა თვითონ მუნიციპალიტეტები ჩაერთო. გადასარევი. იმერეთის
და რაფერ შეიძლება გვარდასახელებს ეხლა არც მაგრამ იმათ დახურის დროს ვიცი ჩვენი თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი როგორი სიტყვით და როგორი დაპირებულია რომ მე ახლა ვაჟღერებ და ვით გამგებმა გამიგოს ნახდათ კომაგები არიან დღევანდელი მერები თეატრის და მიიღებენ კიდეც სანამ ცოცხალი ვარ მე ამაზე უკან არ გავიხევ ბატონო ლევან იცი რა მინდა კითხოთ წლიდან წლამდე ვითარდება ფესტივალი ბევრი კუთხით ხარისზე მინდა კითხოთ თუ იზრდება ხარისხი ზუსტად მაგაშია საქმე ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ზუსტად მაგაშია საქმე ესე იგი წარმოიდგინეთ სადა დედამიწას შორის სხვაობა რო არის როცა მუნიციპალიტეტი გაიგებს და ვერჩი გაუდგება ხაჭდა სახალხო თეატრები ჩვენთვის აიხანია წაშლილია ოღონდ ისე მინავლებულად ამბობენ კიდევ არ არსებობს ჩვენთან სახალხო ეხლა მუნიციპალური თეატრებია რამე თუ ქალაქის ხელმძღვანელობა დაწყებული პროფესიონალური რეჟისორი პროფესიონალური მსახიობი ადგილზე დამაგრება მხატვარი ქორეოგრაფი მუსიკოსი ესენი ნენელა ჩაერთვენ და ეხლა ჩემო ბატონო кайხანია ერთმანეთს ეჯიბრებიან პირველობისთვის ჩემთვის და ამას მიმატებული იცი თქვენ ჩვენთან ძალიან ბევრი პროფესიონალური ჟიურის წევრები არიან დოქტორანტები დოქტორები ახლა წლევანდელი არ გამიჟღერებია და არც მინდა თქვენთან ერთად თქვა მაგრამ 4 თუ პროფესიონალია დანარჩენი ჩვენთან ქუთაისში გვყავს ჩვენ ძალიან მაგარი აი ქორეოგრაფიის აქ შემიძლია ამის თქვა იმიტომ რომ ესენი უცვლელი არიან გია ყვაცირია ხარის ქორეოგრაფიის თავმჯდომარე დიდი სკულპტორი და მოქანდაკე გიორგი კიკვაძე ეს მხატვრობაში მუსიკაში კულტურის განათლების სპორტის ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი და ძალიან მაგარი გოგონა ელეონორა გოგლაშვილი ეს იქზის ამას მიმატებული სამხარეო ადმინისტრაციის ვინც სამსახურებთან უფროსი სამსახურების უფროსი არის სამხარეო მხარისი კუთხის ეს დავით გორდელაძე არაჩვეულებრივი ვაჟკაცი რომ ყველა წუთს და წამს ჩვენთან არის ასე არის აი სახელმწიფო საგანმანათლებლო სასწავლებლის და გაერთიანების უფროსი ვაჟა ჯუღელი კი ბატონო და ესენი 9 ბაჩორის ესე იგი წელს 3 კალბატონი 1 ნერონ აბულაძე რომელიც უცვლელია ხან თავმჯდომარე და ხან წევრი იმიტომ რომ ეს პროფესორი გახლავთ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ძალიან საამაყო დიდი ჟურნალი რომელიც წელიწადში ერთხელ გამოდის თეატრალური ქუთაისი კი ბატონო და იმას რედაქტორობს მე ვარ დამფუძნებელი ჩემთან ერთად რედაქტორად ყავს და ისიც გამოვა და იმასაც მოგარწმევთ ვერ როგორ მშვენიერი ლევან ბატონო ჩვენი დრო იწურება სამწუხაროდ მადლობას გიხდით მე შევახსენებ 18-ში დაიწყება ფესტივალი გასტანს ორივესამი მაგი დავასრულოთ ჩვენ სტუმარი რუსთაველის თეატრი სპეციალური დიახ თქვენ ციცით და მაგის შეგიძლიათ გააზრდოთ ძალიან სპეციალური მოწვევით და 3 საზღვარგარეთული კოლექტივია და ძალიან კარგი რომ კახის ჭავჭავაძის სახელობის ჩვენი ინგილოებიდან ჩამოვგანდებიან იტალიიდან ჩამოვგანდებიან და ველოდებით ყველას ეს ყველაფერი გახლავთ ყოველგვარი სასყიდელის გარეშე მოსაწვევებით და ამიტომ მივიდი ვიბზანით ვინც იქნებით მაგრამ ქუთაისში და დატკბით ამ არაჩვეულებრივი თეატრალური დღეები არც ერთი ფესტივალი არ ყოფილა 16-15000 მაყურებელზე ნაკლებს რო არ ენახავს და არ დამტკბარი ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან ამ საქმისთვის ჩართვისთვის წარმატებას გესურვებ თქვენ და კოლექტივებს სპენელს კი შევახსენებ გვერდთვებოდა ბატონო ლევან როხვაძე ფესტივალის თეატრალური იმერეთის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ფესტივალი მადლობა იმედს გაიხარეთ დიდი მადლობა ბატონო ლევან ფესტივალი 18 ივნისს დაიწყება გაიხარეთ მადლობა მადლობა თქვენ რომ გვისმენთ და სასიამოვნო საღამოს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე გეშედობებით